სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამი ჩვენთან არ ძმერთ. მეთქვა დალუცვილი გამყოფოთ, გაგახსნათ, გაგახაროთ ყაყანა ომერთა. დღეს არის ძალიან დიდი სასწაული მართლმადიდებლებისთვის. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველის ილია თესპიტელის სცენების დღე. ასევე დღეს არის წმინდა ილია მართლის სცენების დღე, ჩვენი ილია ჭავჭავაძის სცენების დღე. შეგვწეოდეს მათი ძალა და მადლი. მე მინდა ერთი-ორი სიტყვით წინასწარმეტყველ ელიას შესახებ გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. ვინ არის წინასწარმეტყველები? რა დამოკიდებულება აქვთ მათ საკუთარ ერთან და რა ტექსტებით ესაუბრებიან თავის ერს. მოდი დავაკვირდეთ, აბა, როგორი ტექსტებით ესაუბრებიან. როგორ ესაუბრებოდა ელია საკუთარ ხალხს და როდესაც იონა გააგზანა ღმერთმა ნინევიაში, როგორ ესაუბრებოდა იონა ნინევიაში. რაც მაგრები ხართ, თქვენ ხართ. ყველაზე კარგები თქვენ ხართ, საუკეთესოები ხართ დედამიწაზე. ასე ესაუბრებოდა? არა, ყველა ვიცით ეს რო არა. ახლა მეორე ტექსტს ვიტყვი. თქვენ დაგიტოვებიათ ღვთის რჯული, ხართ წარმართები, უღმრთოები, ცოდვილები და დაიღუპები და გადაშენდები. და ჩვენი ქვეყანაც კი გადაშენდება და გაქრება. მოვამტერი, გაგანადგურებ, დახოცავთ და ეს იქნება ბოლო შედეგი. ეს ტექსტი ხო არა? დავაკვირდეთ, მეგობრებო, აი, ჩემო ძვირფასებო, დავაკვირდეთ, რას გეუბნება წინასწარმეტყველები, როგორი ტექსტით, როგორი კომუნიკაცია აქვს მას საკუთარ ხალხთან. და შედეგი რა არის? შედეგი ისაა, რომ ზოგი მათგანიო თვითონ იესო ამბობს. დახერხესო, ზოგიო ქვები დაჩაქოლესო. ზოგი მოკლესო, თავი მოაჭრესო, თავის მოჭრა არ მასენდა, მაგრამ ყველანი დევნეს. მაქებარს ყوارდევნიდნენ. ყველა წინასწარმეტყველი იდევნება რაღაც ფორმით და განსაკუთრებით ელია წინასწარმეტყველი. კლდეში იმალებოდაო, ვის ემალებოდა? საკუთარ ხალხს. რატო ემალებოდა? ამხიდა. დედოფალი იზაბელი მეფე ამხიდა რაში? ბალაამის კერპის დაყვანისებაში. ჭეშმარიტი ღმერთის დატოვება და ბალაამის კერპსახურებად გახთომაში. მაშინ ხდება, მხოლოდ იმ პერიოდში იყო, როდესაც ამხელდა წინასწარმეტყველი თუ ვინმე ერს, მხოლოდ მაშინ დევნიდნენ. დღეს არა. დღეს არ ხდება. მოდი ახლა ვთქვათ რა არის კერპს თაყვანისმცემლობა. როდესაც რაღაც ნივთს ან ადამიანს აკერპებ და გააგიდებ. და ის გონია შეუცდომელი. ეს არის კერპთაყვანისმცემელი. კერპთაყვანისმცემლობა. აი მაგალითად ჩემი ბიჭობის დროს მე-20 საუკუნის საბჭოთა კავშირის დროს ლენინი იყო კერპი. თუ რამე მოვლენა ხდებოდა, ლენინმა ასე თქვა. ლენინი ასე, ლენინი ისე. ლენინის ძეგლები იყო ყველგან დადგმული. კერპი იყო ეს. რატო გავაკეთე შესავალი? იმდენად დავეცით, რომ ერთ-ერთი პარლამენტარის ხმოვან შეტყობინებას ვაზიარებთ, რომ ბიძინა ჩვენთვის თავს წირავს და ჩვენ კი თავს გავწირავთ ბიძინასთვის. ეს ილია მართალმა თქვა, კაცო, ქრისტეზე. ქრისტემ ჯვარს ესვა ჩვენთვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის. შეგვწეოზოს მის ალდამალი. დღეს რას ვაკეთებთ? საერთოდ ქრისტეს ვახსენებთ? რომელს უფრო დიდ პატივს სცემთ? არ ვახსენებთ. ქრისტეს თუ ბიძინას? Deep state თქვენ დალოცვილებო გარეთ ეზეთ. კაც არანაირი თანამდებობა არ აქვს და ქება და დიდება და ის ჩვენთვის გაწირა თავი. ყველა მიცის რომ იტყუებია. რა ჩვენთვის გაწირა თავი ბიჭო? და ჩვენ თავს გავწირავთ მისთვის. ეს თქვენი არჩევანია. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ადამიანკერპ თაყვანისმცემლების გამოკეთება პრაქტიკაში არ ხდება. არ გამოკეთებულა ილია წინასწარმეტყველის ხილების მერე ეს ხალხი. უბედურება რო დაატყდა თავზე მერე შეიცვალეს დამოკიდებულება ღმერთისადმი. როდესაც მოსი ავიდა მთაზე, ჩამოვიდა და ოქროს
ხფოს კერპი დაახვედრა ხალხმა. რა ქნა მოსემი? ვინ შემიანია ჩემს კი გამოდექითო. 3000 კაცი ამოწყვიტა მაშინ იქ. არანაირი კეფთაყვარმცემლების გამოსწორება პრაქტიკულად არ ხდება. მათი გამოსწორება ხდება გადაშენებით, უბედურებით, ტრაგედიებით, ეროვნული კატასტროფებით. ესა ბოლო და როდესაც ამას ვამბობ, იმიტომ კი არ ეს მინდა. ხისტოце რო ზიხარდა იმ ტოჭრი. რო გეუბნები ჩამოვარდებიო, იმიტომ კი არ უნდა დაგთარსოთ. დამთარსა ამის ასე და ისეო, ბოლოში რო არ ედოდები, თუ ჩამოვარდა მე. თქმერს რო აბრალებ. ჩვენი ბოლო არის განადგურება. მაგრამ მაინც იმედა დავტოვებ ფრაზას. თუ კი არ გამოსწორდები, დიდი იმედი კი არა მაქვს, მაგრამ მაინც დავიტოვებ ფრაზას, თუ კი არ გამოსწორდები, მაინც ღმერთის წინაშე რომ მართალი ვიყო. არაფერი არ გჭირს. გოგნის სკოლაში მასწავლებლები მეტია ვიდრე ბავშვები. თუ ვიტყვები, მითხარით, ჩემი რაიონის ხალხი ხართ. ჩემ სოფელში პირველი კლასელი აღარ არის უკვე მოკვდა. 100%-იანი. აღარ არის პირველი კლასელი უკვე ვერ შეადგინეს. ჩვენი რაიონი ცენტრალურ გზაზე გადის. რა ხდება სხვა რაიონებში, რომელიც ცოტა მთისკენ არის? ბავშვები აღარ დადის. კატასტროფაა. ქალაქში შეხვდით და გიხარია ქართულად თუ ვინმე ლაპარაკობს მეტროში, ქუჩებში. ქართული მოლაპარაკე უკვე ეძებ, გიხარია ეს. არაფერი არ ხდება კაცო, მოგონებულია არაბული ქალაქები, რას ლაპარაკობ? არანაირი მიგრაცია ჩვენთან არ ხდება, რას ლაპარაკობ? ისიც მოჩვენება ესპანეთში რომ მოხდა 50,000 კაცი რომ შეესია კალიებივით. ჩვენთან ეგ არ მოხდება, კაცო. ვინ გვიცავს? ბენზინა გვიცავს, ბენზინა. გრიგოლიშვმა ყველაფერი იცის, რას ლაპარაკობ? ყველაფერს ზუსტად ამბობს, ყველაფერს ზუსტად აკეთებს. ქრისტე არა, გრიგოლიჩი გვიცავს. ამ დღემდე ვართ მისული. ნარკომანია იყო. თვალებ გამოღამებული ბიჭები ვხავს უკვე. გოგოს დანახვაზე რეაქცია აღარ აქვს. ნარკოტიკების გამო, მოსაწევის გამო. ყველა მიცის. ბარიგების უბანი ქვეყანაში. გავიარე უშინცი. ეს ბარიგების უბანია, მამაო, სასახლეები აქვს წამოჭიმულიო. გავიხუმრე. ნახევრად ტკივილი, სრებლები მომაწო. ეთყობა მთავრობამ არ იცის თუ არა, ხო ექნებოდათ რეაგირება. რაზია ლაპარაკი, რო იცოდეს? არ უთხრათ, არ ინერვიულონ. არ გააგებიოთ ხელისუფლების წარმოადგენლები, ბარიგების უბანი როა, სასახლეები როა წამოჭიმული თბილისის გარეუბანში. ნარკოტიკების გაყიდვით. არ გააგებიოთ მთავრობას, ინერვიულებენ, სუსტი გულები აქვთ მაგათ. არ უთხრათ ეგ. პარლამენტარების რაოდენობა ასე ქვევით არის. იმიტომ დანარჩენ არ შევიდნენ. ნახევარზე მეტი მულტიმილიონრები ყრიან იქ. ჩვენი ღერის ძარცვით, ნაშონი ფულით, მილიონრებად ქცეული ნაძირლები არიან უმრავლესობა. რომელმა არ ვიცით ეს? პატიოსნად ვიპოვეს, რომელმა არ იცით ეგ? მაგრამ რას აკეთებთ? მლიქუნელები ხართ. მეც გადმომიგდებენ რაღაცას. როგორც ბორდელის მეძავები, დიდარი რო შედის ბორდელში და ყველა რო აღარ ცუდა მოქმედებს ნერვებზე. ისე ვიქცევით მაგ მილიონრებთან. თითქოს მეძავები ვიყოთ. ეგენი კიდე კლიენტები ბორდელის. ეგრევ ცხოვრობთ ერი. ეგრევ ცხოვრობთ ერი. და რა იქნება ხვალ? შვილების სისხლში ვანაობ თან ერი. რა გვეღლოდება ხვალ? უბედურება. ოჯახი აღარაა დარჩენილი, შვილები არ ყავდეს ნაკუწებად გადაქცეული. ოფიციალურად პირდაპირ დაჩეხილი, ნაწილ-ნაწილად. საკუთარი ნაწიაღიდან გამოყრილი. რამდენიმე თან
სისში ბანავდა მე რა კაცო ეთყვი დედა 300 ერთი უბედურება ისაა რომ შვილს კლავს მეორე უბედურება ისაა როგორც ამას ეთყვი იცინეს კაცო აბა ყველას ვარ გავაჩენე რა გაცინებს რა სიტყვა ვიხმარო მაინც უფრთხილდები ამბიოზებ გავა შენი შვილი სიკვდილზე გელაპარაკები ხალო მართლა ხალო რა გაცინებს რა ზღლიცი ესა ვარ დღეს ერიკ წეული რაც მაგრები ვართ ესეთი ზახილი კი არ არის რა გადარჩინა ნინევია სინანულმა ადამიანი რომელიც არ ნანობს საკუთარ ცოდვებს ჯოჯოხეთში მიდის ერი რომელიც არ ნანობს საკუთარ ცოდვებს ერი ჯოჯოხეთი არის გაქრობა აღარ იარსებებს თიშობლიც ხვედრი ვარ და არაფერი მოგივა ჩვენ პარაზიტული ფრაზა არის იმიტომ რომ თიშობლიც ხვედრობა ბიჭო პასუხისმგებლობის გაზრდა შენ ბოროტებაში ჩაინძირო ჩაიხჩო და თიშობელს ბრალსდებდე და ავალდებულებდე შენ გადარჩენას რო გითხრა არ ცხენია თქო რო ცხენოდეს ამასაც არ იტყოდი არ ცხენია მით ვლაპარაკო ასე ამ ტექსტს მით ვლაპარაკო იმდენად დაცემული ხარ რომ შენ თითიც არ ურთხარ და წმინდა გიორგი დაგვიცავსო თავხედო თიშობელი დაგვიფარავსო და ღმერთი არ გაგვსირავსო თითიც არ ურთხარ კი არ ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ ერი გადაშენდეს ერი მოკვდეს ამოწყდეს და ეს 60 მიწა ჩვენი ტერიტორია უცხოელებმა დაიკავონ კაცო ყველაფერს აკეთებ ამისთვის ასე ცხოვრობ ვეშველება რამე ცნობილი ფრაზა როცა მეკითხებიან კონტრკითხვა მაქვს რა გინდა რომ გიპასუხო სიმართლე თუ მოგატყუო გაგვაზიაროს ღმერთმა შეინანეთ რამე თუ მოახლოებული არ სასუფეველი ცათა ამას ბრძანებს იოან ათმისებელი და მაცხოვარი ჩვენ იესო ქრისტე შეინანეთ შემოქართველებო რადგან მოახლოებულია ჩვენი დასასრული თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მიწაზე ქართულად ლაპარაკობდეთ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მიწაზე ლოცვები ქართულად გრძელდებოდეს როგორ წერია ქართლის ცხოვრებაში ქართლად ის იწოდების სადაც წირვა ქართულად აღესრულებისო ასე გაგრძელებით ვინმეს ეკნება ქართულად ლოცვის სურვილი გაიუსო ხალიჩიანი ხალხით საქართველო გაიუსო უკვე ადგილობრივებზე კი არ მაქვს პრობლემა ვინც აქ ჩვენთან ერთად ცხოვრობდა შემოსული ხალხით უზარმაზარი ტალღა და მიაქციეთ ყურადღება საბრძოლო ასაკის ახალგაზრდა ბიჭები არიან 80% და ნუ მოვიშტერებთ თავს ეს არ არის შემთხვევითი ესპანეთში მაროკოს პოლიცია აცილებდა ხალხს ვიდეო კადრები არსებობს ეს არ არის შემთხვევითი ახლა როგორ შეცინ იარაღით ვაჭრობაზე დაიჭირეს კაცო უცხოელები ვინმე დაგეგმავს გერმანიაში იარაღით ვაჭრობას ქართველი დაგეგმავს რატო იმიტომ რომ იარაღის ვაჭრობამდე რომ მიდიხარ იქ უკვე ბაზა გაქვს ბაზა მყიდველებიც ყავს უკვე და ძირითადად ვინ იქნება შემოსული იარაღის მყიდველები შემოსული ხალხი სადღაც დაახლოებით 1 წლის წინ მახსოვს რომ ამბობდი ამდენი ახალგაზრდა შემოსული როა ტრაილერებით იქნება იარაღი შემოსული უეჭველი როგორც კი პატარა რამე ეს არმიაა შემოსული უკვე 24 საათში შეერაღებული ორგანიზებული ზალა იქნება გადაიქცევა ეს ვინ ვერ ხვდება ამას რომელ ვარიცის ეს ვერ ხვდება ვინ იცი ვისაც ფულით არის ჭიპლარით შეერთებული ამ უზნეო სისტემასთან ისინი ვითომ ვერ ხვდებიან წყალებში ხო ეს არის სიმართლე ფულით ხართ შეერთებული დანაშაულებრივ სისტემასთან ჭიპლარით ფულის გამო და ვითომ ვერ ხვდებით
იდებილებთ თავს და დარჩებით ეგრე მოგეკითხებთ მერთმა მოგმადლოს სინანული მინებო სუფალმა რომ მიუხვდეთ ქართველი ხალხი ჩვენს უბედურებას მიუხვდეთ რა გჭირს მიუხვდეთ ამას და შევინანოთ მარტო სუფრაზე სადღეგრძელოების პატრიოტიზმით კი არ უნდა ვიყო დაკავებულები ცხოვრებითაც ეგრე უნდა ვცხოვრობდეთ და არა მარტო მაღალწყელწყელი სადღეგრძელოებით ცხოვრებას უნდა გქონდეს სახელმწიფოებრივი აზროვნების ქრისტეს ერთგულების სამშობლოს სიყვარულის შეცდომების გამო სინანულის იმიტომ სინანულის რომ გაასწორო ის შეცდომა მე მომავალში შეცდომა უნდა გეზიზღებოდეს სოდვა უნდა გეზიზღებოდეს გაგაზიეროთ მაღალ მერთმა არ შემეძლო რომ ელია თესბიტელის დროს რამე არ მეთქვა და როგორ გავს ილია მართალი ელია თესბიტელი ჩემზე ამბობენო ჩვენ ჭირს არ მალავსო ილია ჭავჭავაძეს ამას ბრალდებას უყენებდნენ ილია ჭავჭავაძე არ აქებდა და არ ადიდებდა ქართულ ხალხს არ უყვარდა და მიტო იყო ხო რა გითხათ გაგახაროთ რომ დაწერა ზავრის წერილები რომ დაწერა სხვადასხვა მამხები მარტო აი ლუარსაბ თათქარიძე რა არის როგორ ამხელს საკუთარ ხალხს როგორ ამხელს მიტო ეზიზღებოდა თანა პერიოდის მაცხოვრებ მიტო ეზიზღება არ უყარდათ ილია იმიტომ იყო რომ ამხელდა გაგვაძიეროს მაღალ მერთმა სინანულში სამშობლოს სიყვარულში ქრისტეს ერთგულებაში ჩვენთან არის ღმერთი